თუ თქვენ ოდესმე დაგჭირვებიათ პროკურატურასთან ან სასამართლოსთან ურთიერთობა დარწმუნებული ვარ, ბევრს ინერვიულებდით. Გაგიჩნდებოდათ უამრავი კითხვა, სირთულე. არადა პრობლემების უმრავლესობა შესაძლოა ადვილი მოსაგვარებელი იყო, მაგრამ თქვენ არ იცოდით, როგორ მოგეგვარებინათ ისინი. ამ საკითხის გადასაწყვეტად პროკურატურამ მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორების სამსახური შექმნა. ამ ადამიანებს ერთადერთი ამოცანა აქვთ, მოგემსახურონ თქვენ. ეკანიშნიანიძე დაზარალებულთან საქმის ახალი დეტალების გასაცნობად მიდის. ის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორია. მას შემდეგ, რაც განცხადება შემოიტანს მოქალაქე, მუდმივად ვაყენებთ საქმის კურსში, რა რეაგირება მოყვა მის მიერ შემოტანილ განცხადებას. თქვენ აგინაზღაურდებათ თქვენი ზიანი, კონკრეტულად 4500 ლარი. ლეილა ციკლაურს $4500 დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ მან რუსთავში ბინა იყიდა. თანხის ნაწილის გადახდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლი ბანკში $36,000 სანაცვლოდ იყო ჩადებული. რა თქმა უნდა, ბინა გაიყიდა აუქციონზე, დავკარგე ბინაც და თანხაც. გარკვეული დროის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი რესურსების, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების გზით მოეგვარებინა ეს საქმე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ხდებოდა დროის გაწევრის მიზნით, რა თქმა უნდა, ბრალდებულის მხრიდან. საქმე როგორც აღიძრა, გვიკავშირდებოდა კოორდინატორი, გვაგებინებდა, როგორ მიდიოდა სულელობა გამოძიების, არ გვჭირდებოდა სიარული რამის გაგება. თაღლითურის სქემის მსხვერპლის მთავარი მოთხოვნა დაკარგული თანხის დაბრუნება იყო. რუსთავის მთავარი პროკურორი, რომელიც უშუალოდ ამ კონკრეტულ საქმეს იძიებდა, ამბობს, რომ მათ დახმარება არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ ბრალდებულსაც კი გაუწიეს. Გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ მალხაზ ქართველიშვილის ბრალეულობა. მის მიმართ შეღავათები გავავრცელეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეილა ციკლაურის ინტერესები დაკმაყოფილდა და თაღლითურად დაუფლებული $4500 უკან დაუბრუნდა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური საქართველოს პროკურატურაში 2011 წლის აგვისტოში ამოქმედდა. მსგავსი ინსტიტუტი დიდი ხანია წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკული პროექტის ქართული ანალოგის ერთ-ერთი ავტორი ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძეა. ეს ადამიანი არ შედის არც ერთი საქმის დეტალებში. მან არ იცის საქმეში რა ხდება, უბრალოდ ეს ადამიანი ხელს უწყობს და ორგანიზებას უწევს პროკურორის შეხვედრას დაზარალებულთან, რათა არ მოხდეს რაღაცა დროშის ტომილება ან არ მოუწიოს ლოდინი ან ასე შემდეგ, ან უადვილებს ცხოვრებას და კომუნიკაციას. მას მიყავს დაზარალებული ადამიანი ან მოწმე სასამართლოში, წინასწარ ამზადებს ჩვენების მისაცემად, იმ ჩვენების, რომელიც მიცა გამოძიების ეტაპზე და ასევე ამზადებს მაგალითად სასამართლო პროცესისთვის. ურთულესი კონკურსის შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 17 კოორდინატორი შეირჩა. მათ უკვე გაუწიეს დახმარება 1000-ობით დაზარალებულს. ერთ-ერთი მათგანი მის ყველაზე რთულ საქმეს იხსენებს. იყო გაუპატიურების შემთხვევა, დართული იყო ეს იმდენად რამდენადაც დაზარალებულის ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ფაქტის შესახებ. მას არ უნდოდა საჯარო სასამართლო პროცესზე მოეყოლა თუ რა გადახდა თავს. შევხვდით მას რამდენჯერმე, დავარწმუნეთ, რომ სასამართლო პროცესი არ იქნებოდა საჯარო დახურული იქნებოდა, ყველანაირად გვერდში ვედექით მას სასამართლოს ხდომებზე და ფაქტურად ხდომა სასამართლო მთელი ეს პროცესი ჩავამთავრეთ ისე, რომ მოვახერხეთ, რომ მისმა ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან არაფერი. უმრავლესობა პროფესიით ფსიქოლოგია. მათი მთავარი მიზანი კი დაეხმარნონ დაზარალებულებს არა მხოლოდ საქმის მსვლელობაში, არამედ ზოგად პრობლემებშიც. კონკრეტული ოჯახური ძიმებოვარებში პროკურორს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ მანაც გაიხარისხოს საქმე თბილისის პროკურატურაში შეკრებილი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მონაცემთა ბაზა ვრცელი და ანონიმურია. ვრცელია მეთოდებიც, რომლებითაც კოორდინატორები დაზარალებულებს ეხმარებიან. მუდმივად არიან ჩვენზე, ესე ვთქვათ, მოჯაჭვულები და ეს ძალიან კარგია, თუ კი ჩვენ სასარგებლოს გრძნობენ რაღაცას, რომ ჩვენ შეგვიძლია მათთვის რაღაცის გაკეთება.